გამარჯობა. ეს არის ვარსკვლავების ამბები, არხი, სადაც გაიგებ ყველაზე ცხარე სკანდალებს, სიახლეებს და საინტერესო ფაქტებს ჰოლივუდის ვარსკვლავებზე. თუ ხარ სელებრიტების სამყაროს გულშემატკივარი, აუცილებლად გამოიწერე არხი და არ გამოტოვა ახალი ამბები. 2025 წელი არიანა გრანდესთვის ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა. სიყვარულის ტრაგედიები, სკანდალები, დაბრალებული ანორექსია და წითელ ხალიჩაზე დაბრუნება. რას მალავს გრანდესი ნამდვილეში? რატო არ წავიდა გრემიზე? და ვინ არის ეთან სლეიტერი, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა? ესაა ვარსკვლავების ამბები და დღეს სრული ისტორია არიანა გრანდეს გარშემო. ორივე მათგანი იმ დროისთვის ოფიციალურად დაქორწინებული იყო. გრანდე დალტონ გომესზე, სლეიტერი კი ლილი ჯეის. გრანდეს დაბრუნება ეკრანებზე გრანდიოზულია. ფილმში Wicked მან შეასრულა გლინდას როლი, სადაც მის გვერდით ელფაფას ხედავთ სინდია ერევას. ჯონი ჩუ ამბობს, რომ არიანას არჩევანი იყო ბრწყინვალე, ხოლო გრანდეს თამარს უკვე უწოდეს კინო მოულოდნელობა. ფილმის გამოსვლამ მსახიობებისთვის ოსკარის ნომინაცია მოიტანა. პირველი მუსიკალური ნომინაცია მის კარიერაში. არიანესთვის ეს როლი ბავშვობის ოცნება იყო. 2024 წელს გამოსული ალბომი Ethereal Sunshine გრანდეს ერთ-ერთი ყველაზე პირადული ნამუშევარია. თუმცა მისმა არ გამოჩენამ 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე დიდი გაკვირვება გამოიწვია. გრანდე იყო ნომინირებული 3 კატეგორიაში, მაგრამ მთავარი ნომინაცია წლის სიმღერა, ალბომი და ჩანაწერი მას არ ერქვა. ფანები ამტკიცებენ, რომ გრანდეს პროტესტი სწორედ ამით იყო გამოხატული. 2025 წლის ყველაზე სკანდალური ამბავი გრანდეს რომანი ეთან სლეიტერთან. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ლილი ჯეის ახალშობილი შვილი ყავდა, რის გამოც საზოგადოება გრანდეს ოჯახის დამანგრეველს უწოდებდა. არიანას პასუხი ამ ყველაფერზე ახალი სიმღერა Hamstead, სადაც იგი ამბობს, მე არ ვტეხავ ოჯახებს, ისინი უკვე ჩაშლილი იყო. გრანდეს გარეგნობამ კიდევ ერთხელ ააწყვიალა სოციალური მედია. ბაფტაზე გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ეჭვხوارი ტანჯება ის ანორექსიით. ფანებმა აღმოაჩინეს, რომ წარსულში გრანდე ტვიტერზე ალაიქებდა ანორექსიით მხარდამჭერ პოსტებს. არიანა გრანდე სუპერვარსკვლავი, რომლის ირგვლივ ყოველთვის ცეცხლია. სკანდალები, სიყვარული კარიერა, მაგრამ იგი მაინც დგას წინა ხაზზე და აგრძელებს ბრძოლას. 2025 წელი შეიძლება იყოს გრანდეს ყველაზე ხმაურიანი, მაგრამ ალბათ მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერიც. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? დაწერეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.